დაკომპრომიტირებული ამერიკის სამშობლოიდელი მთავრობა აიფშტეინის ფაილებით. ერთი რამე არ დაგვაუწყდეს, რაც ალაა ჯერ გამოქვეყნებული, ტრამპი არ არის გამოქვეყნებული. დამოკიდებულია ყველაფერი ამერიკა ირანთან ომს დაიწყეს თუ არა, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინებსაც უნდათ რომ გამოაშკარავონ, იმიტომაც დაემთხვა ტრამპმა, რომ ირანს არ დაარტყა, ეხა ტრამპს გამოუქვეყნეს ეს ყველაფერი. მისი ხელმოწერით გამოქვეყნა რეალურად. მისი ხელმოწერით გამოუქვეყნა, მაგრამ მე რა აღმოჩნდა, ტრამპი არ იყო გაცნობელი მაგ. ტრამპ ისიც არის ის თვითონ რომ შიგნით ამ ყველაფერში იყო. ტრამპს ჰქონდა ეფშტეინის ფაილებს, მასაც რაც ცნობდა თურმე იყო ეს კონკრეტული დროის საუბარი იყო დაახლოებით 2018-დან 2017 წლამდე. თვითონ ტრამპმაც არ იცოდა ადამიანები ვართ მაინც. ტრამპს ევასება პოპულისტური განცხადებები. ტრამპი მეც მევასება ხა დემოკრატებს მირჩევნია თქო უნდა, მაგრამ ეხა ვიცი რა არის მისი მინუსები. აი რაღაც დაპირებას ეუნება ხალხს და თვითონ არის ის რა არის რეალურად შიგნით რა წერია. მე არ მჯერა ხა მე მაგას ურვადასწორებ რომ ტრამპი კონსულზე დადიოდა და ეგეთ მე არ მჯერა უბრალოდ რომ შეიძლება ეგეთ წამოვიდეს ეგეთი რამე. მაგრამ ეჭის არ შეგებაროთ რომ ვიდეოების გავრცელდება, რომელიც იქნება კატასტროფულად არაეთიკური, იმიტომ რომ მან რაებსაც აკეთებდნენ ეს არ იყო მხოლოდ საშინელი აქტი, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ აკეთებდნენ. აქ საუბარია ბაფომეტისა და მოლოხისა და იმის მსხვერპლ შეწირვებზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ წინ არის, რომელიც გამოქვეყნდება იქამდე გააჩნია ამერიკა რას იზავს ირანთან, რომ ისრაელი არის ირანის ტერიტორია, აქ არის პოლიტიკური, აქ ძალიან ქსელია. მე მჯერა რომ დაკომპრომიტირებული ამერიკის სამშობლოიდელი მთავრობა აიფშტეინის ფაილებით და ვიღაცა მინჭკვიანმა ვინც ეს თავის დროზე გააკეთა რომ ეფშტეინი არაფერს წარმოგადგენა 90-იან წლებამდე უცებ მილიარდელი ხდება და რაღაც ბლეფებით იგებს ნიუ-იორკში იგებს რაღაც ბირჟებით და იმები და ტრეიდინგი და იმით ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად ამერიკა რას გააკეთებს საგარეო პოლიტიკაში თუ ამერიკა მალე ირანთან ომს არ დაიწყებს რაც უკვე გაწერილია და ნელ-ნელა წხვება საბაბი არის ახლა საჭირო რომ ეს ყველაფერი დაიწყოს დანარჩენში ყველა შემთხვევაში მგონია რომ ბოლომდე გამოაშკარავებენ და მე უკვე სერიოზული აჯანყება მოუწევთ გადატანა მაგის ხალხის იმიტომ რომ ერთი რამე არ დაგვაუწყდეს რაც ალაა ჯერ გამოქვეყნებული ტრამპი არ არის გამოქვეყნებული.